Un pin. ხო შეგვიძლია ხო? დავაკვირდით ყველაფერს კარგად. ნამდვილად. გამიგზავროთ ხო უცხოეთში? შეგვიძლია ნამდვილად. და კიდევ ერთი ინფორმაცია უნდა გავაცნოთ სპორტის სამყაროდან მაყურებელს. ინფორმაცია დაგვრჩა საკითხი. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სამუშაო ჯგუფის ახალგაზრდების მონაწილეობა შეხვედრა გაიმართა. ჯგუფი მთავარ მიზნად ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და ინტელექტუალურ-სოციალური განვითარებისთვის საჭირო გეგმის ჩამოყალიბებას ისახავს. თემატური ჯგუფი 3 თვის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებს. საბოლოოდ კი ახალგაზრდების ეროვნული სამოქმედო გეგმის სახით დოკუმენტი ჩამოყალიბდება. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღება ყველა ახალგაზრდას შეიძლება. მსურველებმა სამინისტროს ელექტრონული პოსტის ან ვებგვერდის youth.gov.g საშუალებით უნდა მიმართონ. ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შექმნის პროცესში სამინისტრო გაეროს მოსახლეობისა და ბავშვთა ფონდებთან თანამშრომლობს. იმისათვის რომ პოლიტიკა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და შესაბამის კვლევებზე შეიქმნა ექსპერტთა საბჭო, რომელიც მუშაობს სხვადასხვა მიმართულებებით, რომელსაც აქვს აქტიური კავშირი საზოგადოების წარმომადგენლებთან, გულისხმობ როგორც პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, სტუდენტურ თვითმმართველობებს და ჩვენ ვიგებთ კონკრეტულად რა პრობლემატიკა არის ახალგაზრდობის სფეროში და შესაბამისად უკვე ექსპერტთა საბჭო გარკვეული მუშაობის შედეგად წარმოადგენს თავის რეკომენდაციებს, რომელიც უკვე შემდგომი განხილვის საგანია. თვითონ პოლიტიკის დოკუმენტი თავისი შინაარსით 4 ძირითად თემატურ ჯგუფს ითვალისწინებს. ეს გახლავთ ახალგაზრდების განათლება, მობილობა, ახალგაზრდების მონაწილეობის თემა, ახალგაზრდების ჯანმრთელობა და ახალგაზრდობის სპეციალური მხარდაჭერა. ეს გახლავთ ძირითადი მიმართულებები თვითონ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და შესაბამისად ამ მიმართულებების მიხედვით მოხდება სამოქმედო გეგმის გაწერა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობს სწორედ ეს 4 თემატური ჯგუფი. სატარდა 4 შეხვედრა, ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგიული გეგმა, ლოგიკური ჩარჩო, რომელიც ასახავს თითოეული სამინისტროს მოქმედებათა გეგმას. პრაქტიკულად ეს იძლევა საშუალებას ცალკეული კომპონენტების მიხედვით შევაფასოთ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა, ვადები და ასე ვთქვათ, სამომავლო ხედვები.